აი ვიღაცა რომ გამოვიდეს მაგალითად და იესო ქრისტეს ან ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შეურაცხყოფა რომ მიაყენოს, ჩვენი კანონებით ეგ არის გამოხატვის თავისუფლება. თუ ინმეს გონიათ რომ აბსტრაქტულად საუბრობ, გაიხსენეთ რომ საქართველოს ერთ-ერთი მაშინ წამყვანი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გაბუნია რო იდგა და ღვთისმშობელზე შარჟი რო ქონდა ვიღაცას დახატული თავს რო იკლავდა, მაგას არჩევდნენ და ხალხი რო აღშფოთდა, ეგ ეგრე გაგვიპრავს რომ გამოხატვის თავისუფლება არის. ეკლესიამ მაგალითად რამდენჯერმე მოითხოვა რომ სარწმუნოების, ღმერთის, ჩვენი სიწმინდეების შეურაცხყოფის და მორწმუნეთა ცნობების შეურაცხყოფის წინააღმდეგ რაღაცა კანონი მიიღეთ. მთავრობამ ეგ არ მიიღო. რა მარკერი არის ეგ? ეს რაზეც მე ვთქვი, ანუ აი ღმერთი ქრისტე საქართველოში არასაკმარისად მნიშვნელოვანი ღირებულებაა, რომ განსაკუთრებული დაცვის რეჟიმში მოექცეს. ეხლა მე ანუ ღმერთს ჩვენი დაცვა კი არ ჭირდება იმ გაგებით, რომ რავი, აბსოლუტი არის. მაგრამ ღმერთთან მიმართებაში ამ ქვეყანაში რა არის დაშვებული და რა არა საზოგადოებაში. ანუ ღმერთის მიმართ შეურაცხყოფა დაშვებულია თუ არა ამ ქვეყანაში. აი ეგ ძალიან სასახად გვაქვს განსაზღვრული, რომ კი დაშვებულია. ძალიან რომ გავამარტივოთ, საქართველოში ქრისტე ნაკლები ღირებულებაა, ვიდრე ივანიშვილი, კობახიძე, მდინარაძე და დანარჩენი ეს პოლიტიკური ელიტა. De facto ესე არის.